შუშის ბიჭი. უხსოვარ დროს, ან იქნებ არც ძალიან ძველად, ქვეყნიერების ბოლოს, თუ ცოტა აქეთ, ერთ არნახულ სახელმწიფოში გამჭვირვალე ბიჭი დაიბადა. Რაღა ის და რაღა კამკამა ჰაერი, ან და წყაროს წყალი. პირველად ვისაც უნდა ენახა, შუშისაო ყველა იმას იტყოდა. ნამდვილად კი სისხლითაც და ხორცითაც ადამიანის შვილი იყო. სხვასავით ისიც ბევრჯერ წაქცეულა, მაგრამ არ დანაჭუჭებულა. ისე იცოცხლე, შუბლზე გამჭვირვალე კოპი დააჯდებოდა ხოლმე. შეხედავდი და პირდაპირ ჩანდა, როგორ უცემდა პატარა გული მკერდში. აზრებს ხომ ნუღარ იტყვი, მარტო წაკითხვა უნდოდა. აი როგორ ჭრელ-ჭრელი თევზები გინახავს აკვარიუმში. აზრებიც ისეთნაირად ირეოდნენ ბიჭის გამჭვირვალე თავში. ერთხელ თავის დაუნებურად იცრუა ბიჭმა და იმ წამსვე სულ ყველამ დაინახა. შუბლში რაღაც ცეცხლის ბუშტივით აუკიაფდა. მერე, როცა გამოასწორა და მართალი თქვა, ბუშტი თანდათან დაპატარავდა, დაილია და გაქრა. ის დღე იყო და ის დღე, ტყუილი აღარ დასცდენია. მეორედ, ერთმა ამხანაკმა რაღაც საიდუმლო გაანდო და იმ წუთას კაკლის ოდენა შავი ბუშტი ამოაჯდა გულზე. ქვეყანამ დაინახა. უყურეთ, ერთმანეთს ეუბნებოდნენ. და აბა რაღა საიდუმლოა, როცა ძაღლმა და ღორმა იცის. ნელ-ნელა წამოიზარდა ბიჭი, დავაშკაცდა. ხალხი კი ისევ ძველებურად უგებდა გულის ნადებს და თუ ვინმე რამე შეეკითხებოდა, ჯერ იმას პირიც არ გაეღო, უკვე ყველა მიცოდა, რასაც უპასუხებდა. დედმამამ პატარა ბიჭს ჯაკომო დაარქვა. ხალხი დიდიან პატარიანად შუშის ბიჭს ეძახდა. ვინმეს თვალშიც რომ ჩავარდნო და ხელს არავინ ამოისვამდა. სულ შეიძვრენდნენ, უყვარდათ კეთილი და მართალი გულისა. მოულოდნელად ხალხი სავალალოდ და თავში საცემად იმ სახელმწიფოში ერთი აჯამი, ავი კაცი გამებდა. ძალადობასა და უსამართლობას მალე სიღატაკეც მოჰყვა და მთელი ქვეყანა დიდ გაჭირვებაში ჩავარდა. აჯამ მეფეს 100 თვალი და 100 ყურიება. თუ ვინმე ფეხს გააფხაკუნებდა, კუნძიც მზად იყო და ცულიც. ხალხი ხმას არ იღებდა, გატრონული იყო, თავის წაცლა არავის არ უნდოდა. მარტო შუშის ბიჭი ვერ ითმენდა ამ უსამართლობას. ხმაც რომ არ ამოეღო, მაინც უყველა მიცოდა, რის თქმასაც აპირებდა. მეფის სიძულვილი ზედ შუბლზე ეწერა. ამ ამბავმა მალე ბოროტი ბრძანებლის ყურამდეც მიაღწია. დაიჭირეთ, ბნელ დილეგში ჩააგდეთ. დღის სინათლე ვეღარ დაინახოსო. ბრძანა გაცეცხლებულმა ტირანმა. შუშის ბიჭი დილეგში ჩააგდეს და გაუგონარი ამბავიც მოხდა. ჯერ საკნის 4-ვე კედელი გამჭვირვალდა. მერე მთლიანად ციხე და ბოლოს ციხის გარშემო შემოვლებული გალავანიც გამჭვირვალე გახდა. ამლელ-ჩამლელნი ცხადად ხედავდნენ ჯაკომოს, თითქოს ციხე შუშისა ყოფილიყოს და არც ერთი იმისი აზრი წაუკითხავი არ დარჩენიათ. ღამღამობით ციხე მნათობივით ბრწყინავდა, ელვარებდა და სასახლეში ფეხმორტყმულ მეფეს თვალებს ასჭრიდა. მალე ფანჯრებს სქელი ფარდები ჩამოაფარეთო, ძვინვარებდა ავი მბრძანებელი, მაგრამ ვერაფერს ხდებოდა. შუქი მაინც ატანდა და არ აძინებდა. აი ხედავ, დაუყო აჯამ მეფეს შუშის ბიჭის სიმართლემ. აბა რა გეკონა? სიმართლესთან ქარიშხალიც ვერ მოვა.